გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს დღეებია აფხაზეთთან დაკავშირებით მინდოდა ვიდეო ლაივის ჩაწერა და არ გამოვიდა, ვერ მოახერხე. ესეთი მოვლენები მიმდინარეობდა და როგორც იქნა დღეს გადავწყვიტე ჩამეწერა. პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ, ყველა მართლმადიდებელს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ბარბარობის დღესასწაული. გილოცავთ წმინდა ბარბარეს მადლი და ძალა ფარავდეს, განსაკუთრებით პატარების მფარველი წმინდანი არისო და განსაკუთრებით ჭირდება საქართველოში პატარებს ახლა მფარველობა, როცა კაცჭამია ლამის პრეზიდენტი ყავს და ბავშვებს იყენებენ ფარად და ბავშვებით აპელირებენ, არ ვიცი, ამ დონეზეც კი დავედით სამწუხაროდ საქართველოში, რომ თოთო ბავშვების ღადარში შეყრაც კი პრობლემა არ გახდა თურმე ქართული საზოგადოებისთვის და ქართული პოლიტიკისთვის და ამას თან აკეთებს პრეზიდენტი. ასევე დღეს არის იოანე დამასკელის ხსენების დღე. უბრალოდ საქართველოში ისე გვიყვარს მართლაც, მეც არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ, მეგობრებმა მომილოცა. დღეს თუ იყო მისი ხსენების დღე, ეს არის უდიდესი წმინდანი, რა ვიცი, რომელიც ძალიან ბევრ, მათ შორის აპოკალიფსის წინასწარმეტყველებები გააჩნია და რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და ახლა მაინც დროა რომ დაფიქრდეს ადამიანი იმაზე, რომ ღმერთი არსებობს და უფალი არსებობს და რა ვიცი რაღაც ისკენ შემოbrunდეს. მაგრამ არა, პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ამ ხალხის თავში ღმერთის ადგილი არ დარჩა და პოლიტიკის ადგილი, კი ბატონო, ყველა პოლიტიზირებულია, ყველა დაავადებულია ამის 1%-ს რომ უფალს და ერთმანეთს და საყვარელ ადამიანებს უთმობდნენ საქართველოში, ამ პრობლემებში არ ვიქნებოდით, მაგრამ არა. ამიტომ დღეს ვისაუბროთ აფხაზეთთან დაკავშირებით. გაიხარეთ ჩემო კარგებო, ყველას მოგესალმებით. აფხაზეთთან დაკავშირებით ყველას აინტერესებდა თუ რა მოვლენები ვითარდება აფხაზეთში. ალბათ არავისთვის სიახლე არ არის ის, რომ აფხაზეთში რუსეთის დამოკიდებულება რადიკალურად არის შეცვლილი და იქ კატასტროფული მდგომარეობა თან და განსაკუთრებით ახლა ზამთრის პერიოდში იწყებს დადგომას. აქ მარტო ენერგოკრიზისზე არ არის საუბარი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ საქართველოში ყოველთვის აინტერესებდა და აინტერესებთ ეს რუსთაველის ქუჩაზე რა ხდება. ახლა მიემატა კიდე მელიჩიშვილის და ჭიჭინაძის ქუჩები და არის წივილი, კივილი, ჩხივილი, უბედურება ერთი და საერთოდ ჩვენი ისტორიის, უახლესი ისტორიის და საერთოდ ისტორიის მანძილზე, როდესაც რაღაცა ხდებოდა თბილისში, აუცილებლად ხდებოდა აფხაზეთში. ეს იქნებოდა ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში თუ საბჭოთა კავშირამდე, იმიტომ რომ აფხაზეთს ამ მტკივნეულ წერტილს ყველა ჩვენი გარემტერი იყენებდა ჩვენთვის მტკივნეული დარტყმის მოსაყენებლად და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ იმდენს მიაღწიეს, რომ ახლა ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. არ მე გავახსენებ უბრალოდ ადამიანებს ამ ყველაფერს, რომ როდესაც მაგალითად აი თუნდაც 1918-21 წლების დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, როდესაც პრობლემები იქმნებოდა ნებავთ თბილისში ამ მოღალატე ჟორდანიას და მისი მთავრობების ნებავთ თურქეთთან მიმართებაში, იმ წუთში აფხაზეთში პრობლემები იქნებოდა ბოლშევიკების მხრიდან თუ კემალისტური თურქეთის მხრიდან. მერე თუნდაც 50-იან წლებში რო ავიღოთ, აი მაგალითად, როდესაც პირველი 56 წელს სტალინის კულტს რო ეძახიან, ხალხი რო იყო გამოსული და ამის გამო თბილისში ერთი ამბები ხდებოდა, მაშინ 50-იან წლების ბოლოს აფხაზეთში დაიწყო ტალღა, აჩვენეს მაშინ იმას, რომ თუ თქვენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხვალთ, მაშინ ჩვენ აგერ აფხაზეთში პრობლემებს შეგიქმნით. იგივე 70-იანი წლები იყო თუნდაც 70-იანი წლების ბოლოს
80-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში და სხვა შორის ბევრს ავიწყდება ის ამბები, რომ 80-იანი წლების ბოლოს რა უბედურებები ტრიალებდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში და სანამდე 9 აპრილის აქცია დაიწყებოდა და იმ ფორმას მიიღებდა, რა ფორმასაც მიიღებდა, მანამდე ეს აქცია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების საკითხთან დაკავშირებით იყო დაგეგმილი. გახსოვთ ალბათ ეს უბედურებები რაც ხდებოდა. ვინც აგარკვეული. მერე როდესაც უკვე პუტჩი მიმდინარეობდა და გადატრიალება მიმდინარეობდა და უბედურება მიმდინარეობდა თბილისში, მაშინ ზუსტად გამსახურდიამ დაიბარა აფხაზეთის დეპუტაცია და უთხრა, რომ წადით ახლა ესო აფხაზეთში არა თქვენი აქ ყოფნაო საჭიროა და ერთი იცოდეთო ესენი როგორც კი თუ მოახერხესო დამხობაო ჩვენიო იცოდეთო რომ აფხაზეთს შემოესევიანო და აფხაზეთში თუ ომი ატყდაო, აი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხუნტამ გააჩახა ომი და იარაღს მოკიდა ხელიო ჩვენო აფხაზეთს დიდი ხნით დაუკარგავთო და გაფრთხილოთო რომ შევარდნაძის პროვოკაციასო არა უყვეთო და ზუსტად ასე მოხდა მაშინაც, როგორც კი დაამხეს არეულობა იყო თბილისში, იმ წუთში დაიწყო არეულობა აფხაზეთში. ვითომ აი ყურადღების გადასატანად აფხაზეთს შეესია შევარდნაძე და მისი პუჩისტი ნაძირალა ქვეწარმავლები და გაჩაღდა მერე ომი, რომელმა ომაც მოიტანა ის ტრაგედია და უბედურება, რაც მოიტანა. თუნდაც შემდეგ 90-იანი წლები რო ავიღოთ, ეს არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც როდესაც უკვე აფხაზეთში თბილისის კონტროლი არ ხორციელდებოდა, მაშინაც ასე ხდებოდა ყოველთვის. მე გაგახსენებთ უამრავ ფაქტებს, ყოველთვის ასე იყო. თუნდაც აი ვარდების რევოლუციის პერიოდი რო იყო, იქაც იყო სოხუმშიც არეულობები და ერთი ამბები და ჰაი და ჰუი. მერეც 2000-იანი. ანუ ეს ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ძალიან მტკივნეული ადგილი არის და ჩვენი ქვეყანა, რომელიც მართული არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, ყოველთვის იყენებს აი ამ მტკივნეულ ადგილებს და საერთოდ ასე ხდება, როდესაც სახელმწიფოს პრობლემები ექმნება და თუნდაც ადამიანს, როდესაც პრობლემები ერქმება, მისი სუსტი წერტილები იქ ჩნდება. ახლაც ზუსტად ასე არის ეს ყველაფერი, როდესაც თბილისში არის არეულობები, მთელი ამბები, ასე, ისე, ხოცვა, ჟლეტვა, ამის 90-იანი წლების უკვე ყველა ბევრი ხალხი იხსენებს გუშინ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში იყო, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭს, ალბათ თუ არის ვინმე ნორმალური ჟურნალისტი დარჩენილი საქართველოში ერთ-ერთი ეს ბიჭი არის და ის ნაძირალა ქვეწარმავალი აკია ბრაბაქაძე ყავდა მოწვეული პუჩისტი, მათხოვარი, ნაბიჭვარი, ფურთხის ღირსი და იხსენებდა მის გმირობებს, ვაჟკაცობებს და ეს პუჩისტები მე მოსული ხელისუფლებაში და მოკლედ ეს ბარდაკი არის რა და ახლაც არ არის გასაკვირი ზუსტად ეს მოვლენები, როდესაც ხდება. თუმცა ყოველ არეულობას და ყოველ ასე რომ ვთქვათ მოვლენას გააჩნია თავისი როგორც ჭირს აქვს თავისი ზოგი ჭირი მარგებელიაო, მედალსაც ორი მხარე აქვს და ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი და ახლა ყველა ვართ დაკვირვებული იმაზე, რომ აი რუსეთი როგორ დამოკიდებულებაში არის აფხაზებთან, რომლებთანაც ეს სიამტკბილობა, რაც ჰქონდათ ამდენი ხნის მანძილზე, უცებ რაღაცნაირად შეიცვალა თან აი ამ დროს. და აი ამის სასიკეთოდ გამოყენება თუ შეიძლება ვიფიქროთ და უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, მაგრამ იმ უბედურებაზე თვალის დახუჭვა ჩვევია ქართულ საზოგადოებას, რა მეორე უბედურებამაც გამოყვა აფხაზეთში თავი. ესაა თურქეთის ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის ვამბობდით, რომ თურქეთი ყოველთვის იყო დაინტერესებული აფხაზეთის საკითხით და ამაზე ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებ, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული, ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორი უკვე იმ დონეზე ყელყელაობს აფხაზეთში, რომ უკვე რუსებმა და ისეთი განწყობებია შექმნილი აფხაზეთში, რომ რუსებმა ძალიან სერიოზულად მოკიდეს აფხაზეთის საკითხს ხელი და დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო იცვლება, მსოფლიო გეოპოლიტიკა იცვლება
და ხო არ არის იმის დრო, რომ აფხაზეთშიც სიტუაცია შეიცვალოს. შეიცვალოს როგორ? შეიძლება ეს შეიცვალოს ჩვენ და სასიკეთოდ, თუ იქნებით ამისთვის მზად, შეიძლება შეიცვალოს ჩვენ და საუბედუროდ. ყოველ შემთხვევაში როგორც იყო დიდი ალბათობით ისე აღარ დარჩება. ახლა დავიწყოთ თვითონ ადგილზე იქ მდგომარეობა რაც ხდებოდა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ყველაფერი დაიწყო საერთოდ აფხაზეთში აი ამ ეგრეთ წოდებული იქაც რუსული კანონს რო ეძახიან, ეგრეთ წოდებული ინვესტიციების საკითხთან დაკავშირებით, რომ რუსულ ბიზნესს, რომელსაც უნდოდა აფხაზეთში ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა გააფორმა, უნდოდა რუსეთს გაფორმება აფხაზეთის ეკონომიკურ ფაქტორთან დაკავშირებით და ალბათ ეს ნორმალური ხელშეკრულება არის, თუკი რო კითხო რომ სახელმწიფოები და ეს და ქვეყანაში შემოტანილი ინვესტიციები ასე შემდეგ. ამან გამოიწვია მთელი უბედურება, არეულობა, ერთი წივილი, კივილი, ბჟანიას გადაყენება და ბჟანია როდესაც გადააყენეს, ამას ბევრი არ უკვირდება, ძალიან ბევრი არ უკვირდება, ბჟანია რომელიც იყო თავიდან ბოლომდე მოსკოვის და რუსეთის კაცი, ბჟანიამ განაცხადა ესეთი რაღაც. აფხაზეთში მოხდა პრო-თურქული ძალების გადატრიალება. პრო-თურქული ძალების პირდაპირ თქვა და აუ რას გვაბრალებენო, აქ რო არის ხო იცით, როგორც თბილისში ხდება, ზუსტად ერთი და იგივე ფსიქიკა და ერთი და იგივე ხალხი რო არის, რო დააკვირდები ყველაფერში და სხვადასხვა ვართო, რო იცახი ამაზე მეცინებ. ჩვენ კაცო აგერო რუსეთის დროშა ვაფრიალებთო და აიო რუსეთი ჩვენი პარტნიორიაო, ბჟანია უნდა გადადგესო და რუსეთთან რო იყო ის ხელშეკრულება გასაფორმებელი, ის ავიწყდებოდათ რა. არ დაუმალია ბჟანიას პირდაპირ თქვა ბჟანიამ რომ ხდებაო პრო-თურქული გადატრიალებაო, ხო და თუ პრო-თურქული გადატრიალება ხდებაო, რუსები მოუბრუნდნენ აფხაზებს და დენი რომელიც ელექტროენერგია რომელიც ნაწილი საქართველოსდან იყო მიღებული და ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან იყო მიღებული, მე მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 37% იხდიდა 2002 წელს და 2003 წელს 42%-მდე ავიდა. დენის გზერთ ისედაც კაპიკები ღირდა და მე გადახდა და ამიტომ აფხაზეთში ყველაზე მეტი ასე რომ ვთქვათ პრობლემები გამოიწვია იმან, რომ აფხაზური საზოგადოება მე ერთს და მსგავს რაღაცებს ვერ ვიტყვი, იმიტომ არ არის ეს რეალობაში არ არსებობს ეს ყველაფერი. იქ აფხაზეთში მცხოვრები ხალხი, ოდითგან და ამას აქვს ძალიან ღრმა ფესვები, მიაჩვენ პარაზიტულ ცხოვრებას. პარაზიტულ ცხოვრებას, აფხაზი ვარ და მაგ ყველაფერი, აი კომუნისტების პერიოდში არსებობდა ესეთი გამოთქმა, რომ რა პროფესია გაქვს და აფხაზი. დაეწერებოდა ვიღაც აფხაზად, ის ან დირექტორად იჩითებოდა, ან რამეთან და მიეჩვია ეს ხალხი ამ ყველაფერს რა. მასა და ჩამოუყალიბდათ ესეთი მენტალიტეტი, რომ რადგანაც აფხაზი არის, ესე იგი ის არის რჩეული, ამიტომ მათ მაგათ გარეში არაფერი არ წყდება, ვერ წვიტავს მთელი მსოფლიო, ვერც რუსეთი, ვერც თურქეთი, ვერაფერს და აფხაზმა უნდა იგულაოს, სხვა ყველამ აფხაზეთში უნდა იშრომოს, იწვალოს და ასე ამათმა უნდა იცხოვრონ. ეს მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ ამათ, ხელის განძრევა შრომა არავის არ უნდათ, მით უმეტეს ომის მერე ეს სახლები ზოგი ვინ მიისაკუთრა, ზოგი ვინ მიისაკუთრა, შეიქმნა ადგილობრივი კლანი, ისეთი კლანი, როგორიც საქართველოში შეიქმნა. და მთელი საქართველოს სიმდიდრეები იქნა მიტაცებული, ასე მოხდა იქაც რა და განსაკუთრებით ჩინოვნიკები. ცოტა იქ სხვანაირი ფორმით მოხდა. ჩამოყალიბდა ეს პარაზიტიზმის ფორმა და ბიტკოინები. ბიტკოინები ეს სუფთა აფხაზებისთვის მოიგონეს რა. აფხაზებისთვის იქნა მოგონილი, იმიტომ რომ დენი უფასო შეაერთებდნენ პირდაპირ და წავიდა, ფული იწერებოდა. მე ჯერ კიდე როდესაც ბიტკოინი შემოვიდა აფხაზეთში, თქვენს რომ ჩვენო აფხაზურ ეკონომიკასო ბიტკოინებზე გადავიყვანთო რა. მთელი შემოსავალიო ვექნებაო ბიტკოინებით. სხვა შორის როგორც ინფორმაცია არის, ბარეული ქართველიც აქედან ენგურს გამოღმა მხრიდან გემრიელად ბიზნესაობდა აფხაზეთში ამ ბიტკოინების ბიზნესთან დაკავშირებით და მოკლედ ეს 200,000-იანი მოსახლეობა მოიხმარდა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის მოსახლარ ენერგიას. იყო ეს ფერმები აშენებული, გულაობდნენ, სვამდნენ, ჭამდნენ, რასაც ენგურგესიდან ჭამდნენ, დენს ჭამდნენ, რასაც
რასაც რუსები აძლევდნენ იმაზე სვამდნენ, ჭამდნენ, გულაობდნენ და შემოდიოდათ რა, ფული, ჯიგრები, აგერ რა წილებში ჩამჯდარი ყველაფერი მაგათი იყო. ეს ტურისტული ბიზნესები კიდე სულ ეს კლანების ხელში იყო ეგ ყველაფერი, რამოდენიმე ჩინოვნიკების და ოჯახების კლანებში და ასე შემდეგ რა. არ უნდათ ამ კომფორტის ზონის დანგრევა და ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, გულაობთ ასე შემდეგ და აგერ მოვიდოდა სეზონი, ტურისტები შემოვიდნენ, აგერ ტურისტებზე ფულს შეუვლებდნენ, აგერ ბიტკოინზე შეუვლებდნენ ფულს, აგერ მოვიდოდა პერიოდი, აგერ მანდარინებზე იშოვიდნენ ფულს და გულაობდნენ რა ჯიგრები. ახლა რუსეთმა რა გაუგეთა? პირველ რიგში დაარტყა დაიწყო ელექტროენერგიით. იმიტომ უფასო დენს აძლევდა პრაქტიკულად, ეს იყო კაპიკები. ამას გარდა რუსეთი აფინანსებდა რუსეთი მოქალაქეებზე არ მაქვს ლაპარაკი. აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მთავრობაში ძალოვან სტრუქტურებს, ექიმებს და ასეთ მასწავლებლებს და ასე შემდეგ რა. შეწყვიტა ეს ფინანსური დახმარებაც მეორე. მესამე უცებ სადღაც რაღაცა მატლები აღმოჩნდნენ იმაში რა ქვია აფხაზურ მანდარინებში და აფლათ არ გადაკეტილა, მაგრამ ძალიან შემცირდა მანდარინის გატანა ერთ პერიოდი გადაკეტილიც იყო რუსეთში და კიდე ერთი ტკივილი თავსატკივარი რაც აუტყდათ რუსეთმა საერთოდ აკრძალა ტურისტული ეგრე საგზურების გაყიდვა აფხაზეთის მიმართულებაზე. ანუ პრაქტიკულად აფხაზეთი ჩააგდო ბლოკადაში. ახლა აფხაზების ნაგლობა არ გაინტერესებთ? ზე მაგენის ახლა ვინ არის, ავი დროებითი მთავრობა ყავთ თუ ვინ აყავთ? იმართეს წერილით რუსებს, რომ პრეზიდენტს ცალკე, პრემიერ-მინისტრს ცალკე მიულოცეს კონსტიტუციის დღე მთელი ამბები და გეხვეწებით რამენაირადო განაახლეო დახმარებაო ჩვენიო. ну რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ წაუკითხიათ ეს რუსეთში და ჩავარდა ახლა ამ მდგომარეობაში აფხაზები. იმდენად აი ახლა გუშინ წინ მოხდა მაგალითად გაგრაში ძარცვა. გაგრაში მოხდა ძარცვა, სუპერმარკეტი გაძარცვეს, რაღაცა ისა, რომელშიც მონაწილეობდა გამგებელი. ძარცველი ბუნება მარადიორი. აი მაგალითად დაიწყეს სკოლებზე, აი ახლა ხომ მაინც ქართველის ბავშვები აღარ სწავლობენ, იქ ხომ მისი შვილები სწავლობენ მაგალითად იმაში რა ქვია. მაგალ სკოლებში. დაიწყეს სკოლებზე დვიჟოკების მოპარვა, გენერატორების. იმიტომ რომ დენი არ აქვს, ჯიგრებს და რა ქნა. არა დაჭირდებათ. ყველა საინტერესო ისაა, რომ არის საუბარი, რომ აფხაზეთში ბენზინის შეტანაც აიკრძალება რუსეთიდან. იაფი ბენზინის. ანუ პრაქტიკულად რუსეთმა ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე, ბევრი წივილ-კივილის გარეშე უცებ გუდაში ჩაყარა აფხაზები და ერთადერთი შემოდინება რაცაა რუსული ფულის დარჩენილი, ეს არის ვისაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა, თავის მოქალაქეებს რუსეთი უხდის პენსიას. უნდა დააკვირდე იქ რა ხდება. სოფლებში სადაც იყო ეს ბიტკოინები და ესენი წავიდა ახლა სულ დენზია ლაპარაკი 90-იანი წლებია ჩვეულებრივი ახლა იქ როგორც ჩვენთან იყო. ბნელი თქმილი 90-იანები. თვითონ სოფლის ხალხმა დაიწყო დარევა ამ ჩინოვნიკების, მაინერების და ამ ბიტკოინების ქარხნებზე და გამოიტანეს და დააწვეს. ამის გამო დენი არა გვაქვს და კანონიც მიიღეს, რაღაც კანონი, რომ მაინინგის შემთხვევაში 3 წლიანი პატიმრობა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მოკლედ არის ერთი საგიჟეთი, არის ერთი ქაოსი. რომელსაც ეს ანუ ჯერ რა სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ. ხო? აი რა სახელმწიფოებრიობა შეიძლება ჰქონოდათ მაგათ. კანალიზაცია გაიჭედა სოხუმში, გაიხსნის. და ელემენტარული კანალიზაციის განწმენდი არ ყავდათ ქალაქში. სამსახური არ არსებობდა. აღარა ახლა საუბარი უკვე რომ
აეროპორტი უნდა აღდგესო და ესე რა ქვია თანამშრომლების დაქირავება და სპეციალისტების და მთელი ამბობს. ანუ შეუძლებელია რომ აი ამ მიტო არის საუბარი იმაზე რომ მიუხედავად იმისა შეიძლება ამ ტერიტორიაზე ყველაფერი გააჩნდეს ზღვაზე გასასვლელი დაწყებული ბუნებით ყველაფერი თუ კი სახელმწიფოს არ აქვს დემოგრაფია და არ აქვს შესაბამისი კადრები ის ვერ იფუნქციონირებს. მაგათი გაგება და მაგათი აზროვნება იქამდე ვერ მივიდა რომ აი ცხოვრებასაც ადრე თუ გვიან რა ვიცი თუ კაი ცხოვრება ქვია დაანგრეულ დაქცეულ აფხაზეთში ცხოვრობენ რაცა შეცვლა უნდა ამას ცდილობდა ბჟანია მაგრამ ბჟანიაო უპავსო და უცებ ჩაირთო პატრიოტიზმი და აფხაზეთის მიწის გაყიდვა უნდაო და ვიღუპებითო და ასე და ისევ სინამდვილეში ამ კლანებთან იყო დაპირისპირებული. ამბობდა ის კაცი თუ ჩვენ რაღაცას არ გადავდგამთო სახელმწიფოებრივ ფორმასო ჩვენო შავდღეს ჩავარდებით. შამბა გამოვიდა ახლა და თლაცას წაული ხდება. აფხაზი ახალგაზრდებისო ჯარში გაწვევაზე არისო საუბარი. ახლა რუსეთის მოქალაქე თუ ხარ და რუსეთის უფლებებით სარგებლობ, რუსეთი ომშია და მის მოქალაქეებს გაიწვევს ახლა ფრონტზე. ახლა ომში წასვლა არ უნდათ. თუმცა ჩამოასვენეს გუშინ ჩამოასვენეს კიდე ერთი აფხაზი უკრაინიდან. არა ერთია დაღუპული იქ. არიან ახლა ამ დღეში. ახლა კრიზისი აჩენს ყველაფერს. საერთოდ კრიზისმა იცის თვალების გახელა ამ ბავშვების მჭამელი და სისხლისმელი ქართველებიდან გათავისუფლებულ აფხაზებს დაებადათ ასეთი ბრძნული იდეა. შესაძლოა TikTok-ზე კონფერენციაში ვიღებულობდი ერთ-ერთ კონფერენციაში მონაწილეობას აფხაზებიც მონაწილეობდნენ და მაშინ დაუსვით კითხვა რომ მე დაუსვი ესეთი კითხვა რომ აი თქვა რომ რუსეთი ყველაფერს იკეთეს გადაგიკეთა. ჯერ არ ქონდათ გადაკეტილი და დიდი ალბათობით მიდიოდა ეს პროცესები რომ მოხდებოდა. ჯარს არ გაიყვანს მეთქე, გამორიცხულია და თქვა, მაგრამ არც ჩაერევა მოვლენებში თქვა და მე რა სიზამთ ერთ საქართველოსთან დაჯდებით სალაპარაკო. აბა რას ვიზამთო დავჯდებით სალაპარაკოთო ჩვენო დამოუკიდებლობას მოვითხოვთ ამას იმას აი ნუ რაღაც სისულელეები რა, რომელიც ისედაც ყველა თვითონაც იციან რომ ეს გამოუვალი მდგომარეობა. გაგიმარჯოთ. ხო? საინტერესო არის მაშინაც კონფერენციაზე რატო ახსენე? საინტერესო არის თვითონ აფხაზური, ახლა ჩვენ აფხაზურ საზოგადოებას განვიხილავთ, შორის საქართველოს ძალიან საინტერესოა. რომ აი საქართველოში, დანარჩენ საქართველოში არც იციან რა ხდება აფხაზეთში. აი საზოგადოება არის დაახლეჩილი ერთი უბრალოდ თითის ყრა უნდა. იქ იმისი გუდაუთის აფხაზობა აქეთ ოჩამჩირის და ამის აფხაზობას თქვენ აფხაზები რა ხართ, მეგრელები ხართ ოუძახე, იქეთ მურზაყანის აფხაზებიო, ნუ ეს ოდითგან მოყოლებული ძველი არის, როდესაც შორის აფხაზეთში პრობლემები ძირითადად რუსეთმა კი არ გააჩინა, აფხაზეთში პრობლემები გააჩინა საქართველოსთვის თურქეთმა. ისლამიზაციით და თავისი პოლიტიკის გატარებით და მიტო არის რომ დღევანდელ თურქეთში 300,000-მდე აფხაზების მუჰაჯირები ცხოვრობენ, რომლებიც აფხაზეთიდან გაასახლა მერე რუსეთის იმპერია. და აქედან დაიწყო რა, აი როგორც სტაუკლარჯეთში მოხდა რწმენით გაყოფა, ისე მოხდა აფხაზეთშიც გაყოფა. ხო და ეს თურქული გავლენა საერთოდ არა მარტო აფხაზეთში, ჩრდილო კავკასიაში, ჩრდილო დასავლეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ჩერქეზეთში, ადიღეაში, ამაში, გამძაფრებული იყო ძალიან. და ეს გამოწვეული იყო ყირიმის სახანოს და ოსმალეთის მოქმედებით რა. ამიტომ იყო რომ რუსეთმა მაგალითად დაღესტნის მოსახლეობა არაყარად არ გადაასახლა და ჩეჩნები და ინგუშები და ესე შემდეგ და ჩერქეზები და ადიღეელები და ესენი, იმიტომ რომ მათ ზღვაზე გასასვლელი ჰქონდათ და თურქეთთან ჰქონდათ ძალიან ახლო კავშირები. გაიხარეთ ჩემო კარგებო მეც კი მოწ. და გამოყო თავი ძველმა სისხლმა და თქვენს ესეთი რაღაც ფუძულის მეც მითხრეს იმაში რომ ჩვენ ასეთ შემთხვევაშიო ერდოღანსო ვთხოვთო დახმარებას. ეს გარდაუვალი პროცესი იყო.
ჩემო კარგებო, ძმურად რა ბოლოში დამისვით რა კითხვები ახლა მინდა ამ თემაზე ნუ გადამიყვანთ, ბევრისთვის უცნობია ეგ დეტალები და მინდა ვისაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით. ან საერთოდ გავთიშავ ახლა მე ამ კომენტარების კითხვას, თორე ვერ მოახერხე. ხო და აი ესეთი განცხადება გააკეთეს აფხაზებმა, რომ ჩვენო ერდოღანს ვთხოვთ დახმარებასო და ზუსტად აი ამ საზოგადოების ნაწილმა, განსაკუთრებით ბიჭვინთაში, გუდაუთაში და ეთეთკენ მცხოვრებმა აფხაზებმა, რა თქმა უნდა, დიდი იდეა წარმოთქვეს, რომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ დახმარება თურქეთს. ეს აუცილებლად გაიღვიძება ამ ხალხში და რუსებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს აფხაზების ტვინიდან არსად არ წასულა. და რუსეთში ეხლა რუსებს დაუწყეს ლანძღვა, გინება, ფურთხება. დავიწყდათ ის ომში დახმარებაც, დავიწყდათ ის ეკონომიკური სარგებელიც, ის ყველაფერი რა, რაც ახლა უკვე რუსოფობია არის გამძაფრებული. ის მიძინებული ფიქრები, რომლებიც სინამდვილეში აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან ღრმად იყო ჩარჩენილი, თუნდაც იმ მუჰაჯირობის გამო, ესეც მე სულ ვეუბნებოდი, ქართველის შეჭმული და ქართველის გადაყლაპული ჯერ ერი არ არსებობს და სასხაგარბი ხართ, მაგრამ ბევრი გადაყლაპა თქო თქვენ, განსაკუთრებით თქვენი ჯიშის თქვა, ახლა აფხაზები მარტო არა, ჯიქები ეს უბიხთა ტომები, რომლებიც ქეთკენ ცხოვრობდნენ სოჩი ანაპას მიმართულებაზე, ის საერთოდ ამოძირკვა და სახსენებელი არ დატოვა და ჩვენ ვიცითო მაგიო და რუსეთს ამას არ დაუვიწყებთო და რაღაცაო და ეს მიგოდნიკურად უბრალოდ იყვნენ ჩამოკიდებული, თორა გულში მაგათ მე მაგ მუსულმან აფხაზებზე იქეთკენ, გუმისთის იქეთ მაცხოვრებლებზე, თურქეთის დროშა ჰქონდათ და წამოყვეს თავი, რომ ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ თურქეთი აფხაზეთში. დაიწყო ამაზე ლაპარაკი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ ბრძნულ იდეას, რა თქმა უნდა, ვინ დაუჭერდა მხარს და ვინ აპიარებდა თბილისიდან. პატიკო ზაქარეიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ რუსეთის ჯარიო ჩავანაცვლოთო თურქი სამშვიდობოებითო აფხაზეთში. პირდაპირ, იმიტომ რომ ფულს იღებს ფეხებზე კიდი. ეს 800 არ მომხდარიყო კავკასიის რეგიონში, რასაც ახლა ისინი ის აფხაზები და ეს პატა ზაქარეიშვილი და ეს ბრძენი ხალხი და თურქეთი ვინმე სხვა რა ვიწყდება, ნატოს წევრი როა ისე. ეს მე მგონი ავიწყდებათ ამ დროს აფხაზეთში, ამ დროს აფხაზებსაც ავიწყდებათ და ამათაც ავიწყდებათ ამ ჩვენ შიგ ევროპელ ზაქარეიშვილებს, რომ ეს თურქეთის არმია, ნატოს არმია არის და სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების მერე პირველი არმია არის, ყოველ შემთხვევაში აქეთ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მეტი არმია, მილიონიანი არმია ყავს თურქეთს. და ეს თურმე ესე გემრიელად აფხაზები მოინდომებენ და შემოიყვანენ თურქულ იმას, რა ქვია, არმიას საქართველოში, იმაში, საქართველოში რა თქმა უნდა, აფხაზეთში და რუსეთი ამას დაждდება და ეს ლამაზად შეხედავს თურმე. და ზაქარეიშვილსაც გონია ასე და ჩვენ შიგ ევროპელებსაც გონიათ. მოკლედ რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს მომენტი დადგებოდა აფხაზეთში ადრე თუ გვიან. დააკვირდნენ ამ ყველაფერს და აფხაზეთში ისმის ანტირუსული წივილი კივილი. იქამდე წავიდა ლაპარაკი იმაზე, რომ ბლოკირება გაუკეთოთ რუსეთის სამხედრო ბაზებს და არენდა გამოვართვათ ფული. ძარცველი ყაჩაღის მენტალიტეტი. და საინტერესო რა არის, იცით? ასევე არის კავკასიონი, ესეთი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელშიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის ისე და გადადის ჩრდილო კავკასიაში, კოდორის ხეობით, სხვათა შორის, ვისაც ახსოვს 90-იან წლებში ხდებოდა ისე, რომ წვეტდნენ ამ ხაზს და ფულს ითხოვდნენ და ასე შემდეგ. არა მარტო აფხაზები, ქართველები, სხვათა შორის. აფხაზები არა, ქართველები მაშინ. ახლა მთლიანად რო კითხო, ამ სეპარატისტების კონტროლქვეშაა ეს ხაზი და ახლაო ჩვენო დავესხათო მაგ იმასო თავსო. მაღალი აბა ჩვენ ტერიტორიაზე გადისო, ამ ხელა გადამცემი ხაზიო და ჩვენო არ უნდა გვაძლევდენო რამესო? ეს სიბრძნე წარმოთქვეს.
და მოინდომეს აი ამ გადამცემი ეს გადამცემი ხაზი მოგცესო ამიდანო დენიო ჩვენო რუსეთმაო და ფული გადაგვიხადონო ბაზებიდან და ვიცხოვრებთ კარგად თორა თურქეთთან წავალთ. ახლა რუსებს მეტი რა უნდათ? რა უნდათ რუსებს მეტი? მით უმეტეს ბიჭო ადრეს ვამბობდი ვინ ჩემ ლაივებს ადევნებდა თვალყურს. წელს იყო სხვათა შორის, როდესაც და მანამდეც სხვათა შორის მანამდეც ჯერ კიდე აი მარძინბას ნათესავი ინალა არძინბა რო იყო საგარეო საქმეთა მინისტრი გამოჟონა ინფორმაცია რომ მას მოსკოვში დაავალეს ბჟანიასთვის მაშინ ბჟანია იყო პრეზიდენტი მაგათი დაეწყოთ დანარჩენ საქართველოსთან დიალოგი მოსკოვიდან თხოვდნენ ამას მე მივიდა ესეთი დირექტივა რომ აფხაზეთში ის ამბავი რომ ქართულ აფხაზური კონფლიქტი რომელიც ეს არეულობებამდე ახლა სანამ დაიწყებოდა რომელიც აი სამამულო ომს ეძახიან და ასე ეძახიან და ისე ეძახიან და ჰაი ჰუი შეცვლილი ყოფილიყო მიდგომა და დასულიყო საზოგადოებამდე რომ ეს იყო ამერიკელების დავალებით გაკეთებული და არ იყო ეს ქართველების ბრალი, სისხლისმცემელი და ბავშვების მჭამელი ქართველების ბრალი. ნუ მოკლედ ეს მოვლენები ვითარდებოდა. ეს მოვლენები ვითარდებოდა აფხაზეთში. ახლა როგორც გინდათ ამას ისე შეხედეთ. ამას ისე შეხედეთ, მაგრამ ეს მოვლენები ვითარდებოდა. ეს იმ რეალობაში ხდებოდა ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენი მხრიდან, ოფიციალური თბილისის მხრიდან არანაირი პირდაპირი დიალოგი ამ ხალხთან, არანაირი რაიმე ჰუმანიტარული დერეფნების, ნუ გარდა იმისა, რომ თუ არის ავანტყოფი ვინმე გადმოვა უმკურნალებენ და უკან და არანაირი ინიციატივები, არაფერი, საერთოდ არაფერი ყურის გაპარტყუნება. მათ შორის დაახლოებით 40,000-ზე მეტი რა ქვია ქართველი ცხოვრობს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ადგილზე თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობის დადებითად კარგი გაგებით გამოყენებას არა და საინტერესო რა არის იცით თურქულ გავლენებს თურქულ კვალს ამაზე საქართველოში არ ლაპარაკობდნენ ადრე ხდებოდა მაინც რომ თურქეთიდან შემავალი გემები რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შედიოდნენ ბლოკადის დარღვევის გამო ჩემ მეგობრებიც მსახურობდნენ ფლოტში და არაერთი თურქული გემი დაუჭერიათ ეს სათევზაო იქნებოდა ეს გემები თუ სავაჭრო გემები იქნებოდა თუ ტანკერები რომლებსაც საწვავი შექონდა და მე კონფისკაციას უკეთებდნენ გემებს და კაპიტნებს იჭერდნენ და ახლა სანამ იქამდე მოიყვანდნენ კიდე ამ თურქებს ჩვენი მესაზღვრეები ურახუნებდნენ აი გემრიელათაც. ბოლო დროს არაფერი არ გოგეთებია მსგავსი. ამიტომ თურქები როგორც ჩვევიათ საერთოდ თურქებს ცხვირი ჰქონდათ შეყოფილი და აქვთ ახლაც აფხაზეთში ცხვირი შეყოფილი თავიანთი ფონდებით როგორც ჩვევიათ. აგროა დემირელის სკოლები, სასულიერო სასწავლებლები, ჰუმანიტარული ფონდები, განათლების მიღება თურქეთში და ასე შემდეგ. ეგრე ჰქონდათ. ახლა განსაკუთრებით ამ ელიტას, რომელი ელიტაც აფხაზეთში იყო, სხვათა შორის პოლიტიკური ელიტა შექმნილი, ყველას ჰქონდა ეს დივერსიფიცირებული ბიზნესები ჰქონდათ დახსნილი მაშინ, რა ქვია, თურქეთში, აქვთ ახლაც და თურქეთთან იყვნენ გადაფსკვნილები. იქ ადგილობრივ დიასპორასთან ერთად შენჭირიმე შენგენაცვალე, ჰაი ჰუი. კი ბატონო, კონტრაბანდა და მთელი ამბები და მთელი ამბები. ახლა ის გონიათ თქვენ რუსების უშიშროებას გამორჩენილი ქონდა? ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი. და ახლა როდესაც ესეთი სიბრძნე წარმოთქვეს თან არა, წარმოთქვეს მე როგორ იცით? ახლა რა ვქნათო იცითო? ახლა პირდაპირ თურქეთიო ჩვენო არ გვაღიარებს და არ შეგვეხუტება. მოდიო ახლაო. კონფედერაციაო გავაკეთოთ საქართველოსთანო.
კონფედერაციაო. ამ კონფედერაციისო მეშვეობითო გავიდეთო თურქეთზეო. თურქებიო ესა რა ქვია ქართველებიო, ევროკავშირიო და ამერიკელების გრანტებით და ფონდებიო შემოვა და ახლა რუსეთის ფონდებსო დამგვისო რა პირობ ჩვენ ახლა შევჭამთო იმგენისასო და აფხაზეთი აშენდება და კარგად ვიცხოვრებთო. კონფედერაციაზე წავიდეთო ქართველებთან. ეს თვითონ ალაპარაკდნენ ამაზე. თვითონ ალაპარაკდნენ მისი პირით კონფედერაციაზე. ადრე თუ თეორიაში, თეორიულად ერთმა ორმა შტერმა დამიწერა რაღაცა კომენტარებში, რომ თეორიის დონეზე შეიძლება განიხილებოდეს, ხო, რაღაც, აი, საუბრობ და თეორიებია და გასაგებენაზე უნდა უთხრა ამ ზოგიერთს. ამას როდესაც ვამბობ, ეს არის პოლიტიკა და ეს არის გეოპოლიტიკური საკითხია, ხო? მე აფხაზებს რომ მაგალითად რუსებს რომ ველაპარაკებოდი და აი დამოუკიდებელი აფხაზეთი და რაღაცა, მე უთხარი, აი ჯანდაბას და არის დამოუკიდებელი აფხაზეთი. თეორიაში უშვებ. და სოხუმში იხსნება, მაშინ 27 ქვეყანა იყო ნატო კვატოში, ნატოს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა და ასე შემდეგ და დებენ აფხაზეთთან ხელშეკრულებას, რომ აფხაზეთის ტერიტორიას რუსის ჯარის მაგივრად ნატოს ჯარი დაიცავს და მსგავსი რაღაცა მე რა შვებით თქვა. ატეხენ მე კიბილჭო მაგარ არ მოხდესო, იმიტომ ხდება ასე ხო და მაშინ ვიძახით იდიოტიზმს, არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი არ არსებულა და არ იარსებებს და არც ახლა არ არსებობს და ილაპარაკე რეალობიდან გამომდინარე თქვა. ახლა იმდენი შტერია საქართველოში, თან ყველა პოლიტიკოსია რა უნდა ელაპარაკო ახლა. წარმოთქვეს ესეთი სიბრძნეც წამოვიდა, წავიდეთ კონფედერაციაზე საქართველოსთან და მერე კაცო თურქეთი აგერ აჭარასთან ახლოსშია მოსული, რამე არებდარევა თუ მოხდეს, აგერ ახლა ჩვენთანაც უცებ გადავხვევთ ხელს და ჩავეხუტებით თურქეთს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის მიმართ თურქული გავლენები ძირითადად განპირობებული არის იმით, რომ აფხაზეთში არის დარჩენილი მოსახლეობა, მუჰაჯირთა შთამომავლობა, მუსულმანი, სხვათა შორის, იმიტომ რომ თურქები თავის პოლიტიკას რელიგიიდან გამომდინარე აწარმოებდნენ, რომლებიც ოცნებობენ ესეთ რაღაცაზე. აი მაგათი მე უთხარი იმას, ამ შენ იტყვი მეთქი კონფერენციაზე, მოდი მე გეტყვი მეთქი, აი პირდაპირ შენი მე უთხარი, აი ოცნება რაცაა თქვა. აბსურდა იყო. აი ცახ უფრო გასაგებად რო იყოს ხალხისთვის, იმიტომ ვამბობ, რომ აი შენთვის გასაგებად რო იყოს, მე გეტყვი შენ აფხაზის სეპარატისტების შენი ოცნება რა არის თქვა და რა არისო და რა არის მეთქი და აფხაზეთი იქნას დამოუკიდებლად აღიარებული, რუსი ტურისტები ჩამოდიოდნენ, ფულს გააძლევდნენ, ყველაფერი უზრუნველყოფილი იყოს მეთქი, ყველა მე ვთხარი გადასახლებული იქ მუჰაჯირები ვინც არიან, ყველა დაბრუნდეს მე ვთხარი 300,000 აფხაზი მუჰაჯირი მე ვთხარი დაბრუნდეს თურქეთში ვინცაა დარჩენილი და აი იქ მე ვთხარი მთელი აფხაზეთი მეჩეთები აშენდეს მე ვთხარი და წავიდეს მე ვთხარი ერთი აი ჰუი და ყველა გეფეროთ და გაიმასოთ და თქვენ ფეხ-ფეხს გადადებული იყოთ თან ასე და სხვა ჭამოთ იგულავთ და ესე ეწყოს ქვეყანად. ესაა შენი ოცნება მე ვთხარი. რომელსაც საქართველოს თლათ რო განადგურდეს და გააქრეს რუკიდან და თქვენ დარჩეთ მარტო მაგის საშუალებას რუსები არ მოცემენ და მე იგდები ძია თავიდან მე ვთხარ სისულელი ამით. შეიძლება გქონდეს ოცნება, მაგრამ მაგი არასდროს არ ყოფილა და არასდროს არ მოხდება. გავახსენე ის რომ მაგალითად ბაღებში არ იყო სხვათა შორის პიროვნებად კიდე ერთხელ მინდა ხაზგასვით რომ ამბობ ქართველებთან ძალიან ახლობლობ და მეუღლეც ქართველი ყავდა არ უნდა და 2008 წლის ომში სხვათა შორის მონაწილეობა და სისხლის ღვრა ძალიან ბევრი რაღაცეები კიდე მოკლეს რუსებმა იმის გამო, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის მოკლეს იმის გამო. გაიქცა სტამბულში დამოუკიდებლობის მიღების მერე შეხვდა აფხაზურ დიასპორას და უთხრა, რომ თუ თქვენ არ დაბრუნდებით აფხაზეთში მალე აფხაზი არ დარჩება. ამას გადააყოლეს, როგორც კი დაბრუნდა იქიდან, უცებ ჰოპ, გუდაში წააგდებიეს თავი.
ახლა რუსებმა რატო იგრძნეს ეს ყველაფერი განსაკუთრებით? სხვათაშორის ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე წავაწყდი ესეთ კომენტარს, ინფორმაციას უფრო სწორად ცინიკური კომენტარით. დღეს ხმე იმის ბაზიდანო ევაკუირებული იქნაო სირიაში მყოფიო აფხაზების საელჩო და საელჩოს პერსონალიო ჩკალოვში და აეროპორტზე დაფრენილან და რომლებმაცო თავისი დიპლომატიური მოღვაწეობა დაასრულეს სირიაშიო. და სირიის აღიარებამ დალია ჩაილუნის წყალი. ახლა რატო არიან რუსები ასე აღდგინებულები? ჯერთი ყველა კარგად ხედავს, რომ ომი აქვთ, გაგანია ომი აქვთ და მისი ისტორიული მოწინააღმდეგეები, ვინც იყვნენ რუსეთის დასავლეთი ევროპა, ეს არსად არ წასულა და იქ არის და იმათთან უწევთ ჭიდილი, არა მარტო იქ, დანარჩენი სხვა ტერიტორიებზეც. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჰიბრიდული ომით იქნება თუ პირდაპირი ომით იქნება. ისტორიული მტერი რუსეთისთვის და რუსებისთვის ისტორიული იგი რა ქვია თურქეთისთვის ისტორიული მტერი ერდოღანი. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ ესე ჰიჰი-ჰაჰაში ერთი მეორეს ეფერებიან და ესიყვარულებიან და ერდოღანამ უთქვია ამის წინაებზე, რომ სოფლიოშიო ორი ბრძენი პოლიტიკოსი არისო დარჩენილიო და გამოცდილიო, ერთიო პუტინიო და მეორე მე ვარო, ესო რა ქვია. ვერ დაუკარგავ. გამოცდილი ნამდვილადაა და ტურა ნამდვილადაა, კი ბატონო. ამიტომ ჩვენსაც თუ გეიგონებენო თუ არაო სოფლიოში ახლა დანარჩენები ვინ არიან პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ დარჩენილი. სტაჟიანები და გამოცდილები რო არიან, რა თუნდა. აუცილებლად ვიტყვი NGO-ებთან დაკავშირებითაც და თუ შეიძლება გადავა. ახლა რაშია საინტერესო მომენტი რაში არის? ახლა ამას სულელი უნდა იყოს, რომ ვერ ხედავდეს, რომ კავკასიიდან დაწყებული სირიაშიც და სხვაგანაც, როდესაც რუსეთს აქვს ეს მტრული სიტუაცია მთელი შიგ ევროპიდან და ამერიკიდან და ასე შემდეგ, ამით სარგებლობს თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ ასე უცინიან და აი პოლიტიკა რა არის? პოლიტიკა არის ზუსტად ეს, რაც არის მაგალითად რუსეთს და თურქეთს შორის. ერთმანეთს უცინიან, ჰიჰი-ჰაჰაში არიან, ერთმანეთს შენ ჭირიმე შენ გენაცვალე, შენი ფასი არ აქვს. იქ სირიაში რუსებმა დაბუგეს პროთურქული ძალები და თურქეთის არმიის ოფიცრები და შავ დღეში ჩააგდეს. აქეთ ერდოღანამ უკრაინაში ბაირაქტარებით დაწყებული ქვეყანაში იარაღება გაყიდა რუსეთის ჯარის დასახოცად. აქეთ ყარაბახის მოვლენები, აქეთ სირიის მოვლენები და პოლიტიკა პოლიტიკისთვის და რეალობა რეალობისთვის და თურქებს საერთოდ აქვს რუსების მიმართ გენეტიკური შიში აქვთ. იმიტომ ეს არის განპირობებული რუსეთის გამოჩენით კავკასიაში. დაახლოებით 29 დიდი ომი აქვს გადახდილი რუსეთს და თურქეთს ერთმანეთში. საიდანაც 28 აქვს რუსებს მოგებული. ერთი მოგება ითვლება თურქეთის მხარეს, მაგრამ ეს ის მომენტი არის, როდესაც ყირიმის ომი იყო და თურქეთის მხარდამხარ იბრძოდნენ ფრანგები, ინგლისელები, სარდინიელები, იტალიელები და თურქები თვითონ და სხვათა შორის ეს ჩერქეზები და ეს მუსულმანი აფხაზები და ასე შემდეგ. მათ მხარეზე იბრძოდნენ. აი მაშინ კი, სევასტოპოლი დაეცა, თუმცა მაშინ ავიწყდებათ, რომ აქეთ სამხრეთის მიმართულებაზე ტაუკლარჯეთში გავიმარჯვეთ ჩვენს ქართველებიც ვიბრძოდით მაგ ომში და
გავიმარჯვეთ და ყარსის ციხეც იქნა აღებული, რომელიც მერე გაცვლილი იქნა. მოკლედ კარგად ხედავენ ახლა იმას დაკვირვებული თვალი მარტივად ხედავს, რომ ამ რთულ პერიოდში რუსებს ის გავლენები, რა გავლენებიც ადრე ქონდა, უსუსტდება. აი მაგალითად, დღემდე ვერ პატიობენ რუსული პოლიტიკის კავკასიოლოგებს ყარაბახის საკითხს. ყარაბახის საკითხს, იმიტომ რომ რაზეც ახლა სომხები არიან გაბუტულები და გაბრაზებულები რუსებთან, ვერ პატიობენ შიგნით, რომ რატო მოხდა მაგალითად ყარაბახის დათმობა და რატო დაუთმო რუსეთმა ყარაბახი აზერბაიჯანს. ხო, საქართველოში ამათ რო კითხო, ამ იდიოტებს რო კითხო, ხო? ინკითხავდა ბიჭო რუსეთს. დაუტირეს ამოარტყეს, არ იყო ასე. არ იყო ასე. აზერბაიჯანმა გაატარა ჭკვიანური პოლიტიკა, მიცა გარანტიები ბევრი რაღაცის რუსეთს და ამის საფასურად მიიღო ყარაბახი. დაიბრუნა არჩევის სანაცვლოდ. და მერე რო იყო დარჩენილი კიდე სამშვიდობო ძალები, შორის მეც მეგონა რომ ასე უცებ არ მოხდებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო, აი ალიევი ძალიან ჭკვიანი, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ამ ომმა. უკრაინის ომმა, რომელი უკრაინის ომის მომენტშიც იხელთეს აზერბაიჯანმა მომენტი და მთლიანად დაიკავეს მთელი ყარაბახი და ახლა რუსეთის ინტერესებში არ მიდიოდა, არ შედიოდა ნამდვილად აზერბაიჯანთან ომის გამოცხადება, მათ შორის ამ სპეცოპერაციის დროს, უკვე როდესაც სრულად დაიკავეს ყარაბახი, დაიღუპა რუსი სამხედროები. დაიღუპა რუსი სამშვიდობოები. მაგრამ ალიევმა ბოდიშიც მოუხადა, ფულიც გადაუხადა, კომპენსაცია შეინჭირება შენგენაცვლელი და ტაშფანდურით გააცილა ყარაბახით. მომენტი იხელთა ამით. ამ მომენტის ხელთებით აღმოჩნდა ისე, რომ აზერბაიჯანი არის ახლა ის ქვეყანა, სადაც რუსული სამხედრო ბაზა არ არის. სომხეთში არის, საქართველოში არის. ახლა სამაჩაბლო და აფხაზეთი რა არის. აი აზერბაიჯანში არ არის. აი ამ დროს ნახა აზერბაიჯანმა გამოსავალი. მომენტი დაიჭირა მისი ქვეყნისთვის ასიკეთო. ეს თავისთავად რუსეთის გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს. ხო? იმიტომ რომ ეს კონფლიქტი მოგვარდა და ყარაბახი აქ მარტო ტრანსპორტირების ჩასაკეტად და რამეთ კი არ იყო საქმე. როგორც საქართველოს, ისე სომხეთი უშლის ხელს დიდი ტურანის გავრცელების საშიშროებას, რომელიც რუსეთისთვის არის მომაკვდინებელი. და ზუსტად ყარაბახის ბუფერი აკავებდა ამ ყველაფერს იმ ზანგეზურის კორიდორთან, რომელ კორიდორზეც არის ახლა საუბარი, გაახსნეს თუ არა ამას სომხეთი. რომ დაჭირდეთ თურქებს და აზერბაიჯანელებს სიტყვაზე ბრძოლით გაივლიან ამ კორიდორს, არაა დიდი კორიდორი და გავლენ. აი ზუსტად ამ ფიზიკური დაბლოკვის საშუალება არ ეძლევა რუსეთს. ამიტომ აქ რუსეთის გავლენები არა ისე ახლა საქართველოში რო იცახიან, რომ აი მოარტყეს პანღური და გააკეთეს. არა, გარიგების სანაცვლოდ. ესენიც დაკვირვებულად ხედავენ და გაიზარდა თურქული გავლენა. კარგად ხედავენ ამ ყველაფერს. სირიაში მიუხედავად იმისა, რომ მე ორცელი საკითხი არ მინდა ხომ აქ საკითხზე გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ესენი ტაშს რო უკრავენ, რომ რუსეთი არის, რუსეთი იქ არ გამოუგდია. გემრიელად დგას ის ბაზები იქ და მომავალშიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას ახალ ხელისუფლებასთან უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აუ გაგცემთ თქვენ ჭირი, მე რა პასუხს აუცილებლად გაგცემ. მაგრამ ფაქტია, რომ იქაც მცირდება ეგ რუსული გავლენები, სად ახლა როდესაც რეჟიმი იყო თავიდან ბოლომდე გაგებული რუსეთთან და სად ახლა ესა რა ქვია, რომ გავლენა და შეთანხმება. შემცირდა სირიაშიც რუსული გავლენები.
და აი დაკვირვებული ხალხი ამას არ კი ამჩნევს, მაგრამ ეს ჩვენი შიგ ევროპელები და ეს ჩვენი ეს მეინსტრიმული მედიები და ესენი ამაზე და ან ექსპერტები ამაზე არ ლაპარაკობენ. რა მოხდა სირიაში? სირიაში როგორც კი დასრულდა ასადის რეჟიმის გაგდება, რა გამოაცხადეს? შემდეგი ჩვენი სამიზნე არის კავკასია და კავკასია არის გასათავისუფლებელი. ალ-ნუსრას ბოევიკებმა განაცხადეს ეს ჰაიატი ხრაშამიოთ რაღაცას ძნელად წარმოსათქმელი სიტყვა. ანუ სირიელი ბოევიკები, რასაც გეუბნებოდით, ადრეს ვამბობდი, დამიზნებული არიან უკვე კავკასიაზე. კავკასიაზე არიან დამიზნებული. მით უმეტეს არა იმის დეფიციტი და ეს პროთურქული ძალებია. ეს არის ყველა პროთურქული ძალა. რომელიც ერდოღანიდან მარაგდებოდა, ასე შემდეგ. აღარ მინდა ხა დეტალებზე ჩასვლა. სადაც იბრძვის უამრავი კავკასიელი. მათ შორის ქართველები, ქისტები, აზერბაიჯანელები, საქართველოს მოქალაქეები, დაღესტნელები, მარტო დაღესტნელები 3000 არიან. ესენი ცხოვრობდნენ და საკმაოდ დიდ თანამდებობის ქართველები და ქისტები არიან იქ. როგორც საველე მეთაურები, ახლა პათირაშვილი საერთოდ მინისტრი იყო, ხო? მაგათი. აი მაგალითად მარგოშვილია ერთი გვარად. ახლა გასათავისუფლებელი არის კავკასია. სირიაში დაეცა რუსული გავლენები, იმ დონის არ არის რაც იყო. აზერბაიჯანიდან საერთოდ გამოდევნილი იქნა და მიმართული არის დანარჩენი კავკასი. ამ დროს გამოდიან აფხაზები და თურქეთს თხოვენ დახმარებას. გვიშველეო კაცო. გვიშველეო, ახლაო. და თურქებიც თავის პოლიტიკას აწარმოებენ. ახლა ამ დროს რას უნდა ფიქრობდნენ რუსეთში? რას უნდა ფიქრობდნენ გეოსტრატეგები? რას უნდა ფიქრობდეს ანალიტიკური ცენტრები? რას უნდა ფიქრობდნენ? ამ დროს გაგანია ომი აქვს უკრაინასთან. და როგორი ომი ყველა ვხედავთ. ხო, 50 ქვეყანა იბრძვის. აი ამ ვითარებამ, აი ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ დააფიქრათ მოსკოვში ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლისკენ. ახლა წარმოვიდგინოთ ის, რომ დასუსტდა რუსეთი, აფხაზებმა თხოვეს დახმარება ერდოღანს. ანდა მეორე წარმოვიდგინოთ. და ერდოღანიც დაეხმარა. სხვიდან უცებ ეგრე გადაყრის დესანტს და შეიყვანს ყველაფერს აფხაზეთში. რომელსაც ხელგაშლილი გახდებიან და მიაყოლებს კიდე იმას, რა ქვია. იმ 300,000 აფხაზიდან კიდე 20,000 ჩაასახლებს ალბათ. კაცი არ მალავს. ჩვენო ოსმალეთის იმპერიის აღდგენა გვინდავა, ეს სირიის გადაყლაპვას აპირებს, ეგერ ბათუმზეც აქვს თვალი დასობებული, ასე შემდეგ. ეს როგორი ავისიზმარია რუსებისთვის წარმოგიდგენიათ? ან მეორე სცენარი წარმოვიდგინოთ. გადაატრიალეს თქვა თბილისში ამ შიგ ევროპელებმა ქოცური რეჟიმი, დაამხეს. და დაემხო ქოცური რეჟიმი. ამ მომენტში რა ხდება? ვაწესებთ სანქციებს რუსეთთან, ვიწყებთ ომს ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ჩვენი მოძმე ერდოღანი მათი მოკავშირე ალ-ნუსრას ჯარისკაცებით შემოდის და გვეხმარება. იბრძვიან ჩვენთან ერთად მხარდამხარ.
ხვდებით, აი გაზრება თუ შეუძლია ახლა ნორმალურ ადამიანს შეუძლია ამის გაზრება, რა პოლიგონად შეიძლება იქცეს ქვეყანა. და არსებობს ახლა ესეთი რთული გეოპოლიტიკური საკითხი. კვანძი, რომელი კვანძიც რაღაცნაირად უნდა გაიხსნას. გაიხარეთ მეც გილოცავ. აი, ამ ვითარებაში ვიმყოფებით. ამიტომ როდესაც ვამბობ მე რომ გასაგებენაზე ლაპარაკობ, რა ვიცი, მაქსიმალურად რაც შემიძლია ხსნი იმას, რომ აი თბილისში რაც მოვლენები მიმდინარეობს და აფხაზეთში რაც მოვლენები მიმდინარეობს, ეს არის გარედან მართული, ესაა საჭირო ბუფერი, ეს ყველას აწყობს საქართველოს და ქართველების გარდა ეს ყურში არავის არ შედის. ქოცი იქნება თუ სააკაშვილი ეგდოს ახლა, ხო? სააკაშვილი. ისეთი გარეპოლიტიკური ვითარება იმის დამხობა არ ღირს. იმიტომ რომ იმ დამხობას ეს მოყვება. აი ეს მოყვება. ამის აზროვნება არა აქვს. საქართველოში არა აქვს. ეს აზროვნება, ეგენი საზღვრავენ იმგენით, რა ქვია, აფხაზებივით, მასავით, რა ქვია. ფული ევიღოთ, შევიდოთ ჯიბეში და გავაკეთოთ და всё ფეხებზე ყიდია მე. ხო, ასე არ არიან ეგ NGO-ები? ეხლა ვიმყოფებით ამ ვითარებაში. ამ ვითარებაში რა იქნება? ამ ვითარებაში რა მოხდება ძალიან რთულია საპროგნოზოდ. პირველ რიგში ისა აუცილებელი რომ თბილისში ჩაწყნარდეს სიტუაცია, დასტაბილურდეს. დასტაბილურდეს და ეს პუჩისტები და ეს ღურიშვილები მე არ გაშინებთ ხალბატონო, მე ამას უბრალოდ ვამბობ, რაც რეალობაა. ეს პუჩისტები და ყველა ეს ცხელი თავები ჩაცხრეს თბილისში. ამიტომ არის შიდამტერი პრობლემა. ამიტომ არის შიდამტერი პრობლემა. ის გადაატრიალებს, აიღებს, ჩაიდებს ფულს ჯიბეში, დაკრავს ფეხს, გაიქცევა, მერე შიგ ევროპაში და საქართველო გახდება საჯიჯკად. არავის ჩვენ არ ვაინტერესებ ვართ ამ მიმართულებაზე, ქართველობის ჩვენი გადარჩენაზე არავინ არ ზრუნავს. ნუ ახლა ამოქლეებული ეს დაზომბირებული იმგენთან, რა ქვია, მანქურთებთან, მანქურთს ეგენი ვერ გებულობენ, ამ ზომბებთან, უფრო ლიბერალებისთვის უფრო გასაგები რო იყოს. ამათთვის მარტივად გასაგები არის ის, რომ დემოკრატიაზე წუხს და ყველაფერზე წუხს დასავლეთთან თავარია თბილისში გადატრიალება მოხდეს კაცო. და მე ვიდენ და სუთა დემოკრატია და გეი პარადები ვატაროთ და მთელი ამბები. თავარია ეს იყოს. რაფერი არ აინტერესებს სხვა. კი ვიცი ახლა ამათო რომ ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ნორმალურ საზოგადოებასთან ამათ ლაპარაკი. ასე ახდენს ყოველთვის, როდესაც შიდამტერი ანგრევს ყველა აბსოლუტურ გარემტერი ვერაფერს ვერ დაგიშავებს. რასაც შიდამტერი გაგიკეთებს. და ახლა ამ მდგომარეობაში დგანან რუსეთში და ფიქრობენ, რა ვქნათ? გვინდა ეს უბედურება, რომელი უბედურებაც ხდება, სცენარი როგორც არის დარჩენილი, ისე არ გამოდის შენარჩუნება ამ ყველაფრის. ბევრი ფაქტორებია, ძალიან ბევრი ფაქტორებია, ვერ შეინარჩუნებენ. იმიტომ ვერ შეინარჩუნებენ, რომ აქ გეოპოლიტიკა როცა იცვლება, ასევე გეოეკონომიკაც იცვლება საერთოდ. გეოეკონომიკაში კიდე ის არის, რომ რუსეთი დასავლეთიდან იზოლირებულია და ჭირდება, ჩვენ თუ გჭირდება და ვამბობთ, რომ აი სულ ლაპარაკობენ აღმოსავლეთი, დასავლეთი, ესა რა ქვია, ჩინეთი შემოდის, ჩინური ინვესტიციები შემოდის, იქ პორტი იგეგმება, ჩინური ტრანზიტი, ეს გაიხსნება. ჩრდილოეთის სამხრეთის მარშრუტებზე არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ რუსული პროექტი არის. გარდა რუსეთისთვის სასიცოცხლო არის ზუსტად რომ ჩრდილოეთის სამხრეთის პროექტი. რომელმა პროექტმაც აუცილებლად უნდა გაიაროს აფხაზეთი, გეოგრაფია ასეთი. არა მარტო აფხაზეთს. როკის გვირაბიც გასახსნელია. ახლა გახსნან ეს ყველაფერი, გახსნან ერთია, მაგრამ ადგილზე ვითარებას ხო უნდა კონტროლი. რუსებს აქვთ ვარიანტი. აფხაზეთი შეუერთონ კრასნოდარის მხარეს, სამაჩაბლო შეუერთონ ჩრდილო ოსეთს და აიშვირონ ცხვირი ასე და მორჩა. ეს დამღუპველია.
დანარჩენ საქართველოსთან სამუდამოდ გაიფუჭებენ ურთიერთობას, სამუდამოდ, აი ისტორიულად, სანამ საქართველო იარსებებს და ამით არაფერ მოგებას არ მიიღებენ. აღნიშნული ვითარების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ საჭირო არის როგორც ტვირთების და გზების გახსნა და გადაადგილება, ასევე სტაბილურობა ქვეყანაში. აგერ თურქებს აქვს თვალები დახელილი. არსებობს ესეთი ვარიანტიც, რომ რაც ჩვენ გვაწყობს ყველაზე მეტად. მოდი ხო არ გადაგვეხედა საქართველოსთან მემართებაში პოლიტიკისთვის. აი ხო არ გადაგვეხედა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და რაც არ უნდა გავაკეთოთ, აფხაზებს ჩვენ რაც არ უნდა გავუკეთოთ, აფხაზები მაინც თურქეთისკენ გაიწევიან. იმ საზოგადოების იმ ნაწილზეა საუბარი, ვიზეცაა საუბარი, მართველი ელიტა, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული არის გუდაუთის აფხაზობით, რომელსაც დღე-დაღამე თურქეთი ელანდება, რაც თავში გელაპარაკეთ. რომ ქართველებს ამდენი ვატკინეთ, ამდენი ვაწყენიეთ, ამდენი თავში ურტყით, ამ ტერიტორიები წავართვით, ბევრი რამე ვაწყენიეთ, მაგრამ მაინც მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხია და არ გადაგვეკიდა მოსახლეობა და ხალხი მაინც აი როდემდე ვიყოთ ახლა ამ ტუპიკში, რომელ ტუპიკშიც ვართ. ხო არ ჯობია აფხაზეთის ტერიტორიაზე შევინარჩუნოთ სამხედრო ბაზები, გაგცემთ ყველაფერზე პასუხს დავამთავრო. ხო არ ჯობია ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნოთ ისიც და ჩვენი ბაზები დავიტოვოთ იქ და გქონდეს ცივილურად ურთიერთობა ცენტრთან. ნებავთ სამშვიდობოების სახელით, გენდათ რისის სახელით, ოღონდ დარჩეს იქ. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ასეთ შემთხვევაში რა იქნება? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნაცვლად და ეს გამომიყვანეთ მე რომელი დებილი არის, რომ ამის წინააღმდეგი არის, თუმცა შიგ ევროპელებზე არ ამაქვს ლაპარაკი. ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ უარ სიტყვის ნატოში გაწევრიანებაზე მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ აპირებდა, ყოველ შემთხვევაში მტრული აღარ იქნება საქართველო. ჩვენ სამხედრო ბაზებს შევინარჩუნებთ, რომელი ბაზებიც ზოგს რო გონია საქართველოს წინააღმდეგ არაა ის ბაზები. საქართველოს წინააღმდეგ არაა საჭირო ის ინფრასტრუქტურა და ის ბაზები. არის იმასაც წინააღმდეგოთ, ვინცა თურქეთის და დასავლეთის. დავამთავროთ ეს ყველაფერი, გავხსნათ საზღვრების გაგვეხსნება, ბიზნესაც გავაკეთებთ აფხაზეთში, იმიტომ რომ აფხაზეთს ვასმევთ, ვაჭმევთ, ვაგულავებთ. ჩვენ ბიზნესი იქ არ გვაშვებიებენ. ერთი დღე დენი გადაუკეთეთ და აგერ უკვე ამნაირ რაღაცას გვიკეთებენ. ხო არ ჯობია დაველაპარაკოთ ისევ იმ ქართველ ერს და იმ ქართველი ერის სასიკეთოდ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ და სასიკეთოდ მეტიც მოვიგოთ. არსებობს ეს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ადამიანი იმპერიის შვილია და იმპერიალისტურად უყურებს ამ ყველაფერს, აი ხედავს ამ ყველაფერს იმპერიალისტურად. იქ ხვდებიან ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები და რუსებს რაც გამოდით, კარგად ესაა ომი. რაც არ გამოდით, ესა ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, რაც კარგად გამოდით ბრიტანელებს, მაგალითად. ამერიკელებსაც ეს გადატრიალებები, ცერეუები, უბედურებები, რაცა ეს ფერადი რევოლუცია. ხო და არ გვირჩევნია გავაძლიეროთ რეჟიმი თბილისში. ჩვენი სამხედრო ყოფნა იქ შევინარჩუნოთ, ჩვენ არ გვყავს იმნაირი ჭკვიანი პოლიტიკოსები, როგორც არის ალიევი, რომელმაც მომენტი იხელთა და რასაც გეუბნებოდით რუსი სამხედროებიდან დაცალა მთლიანად აზერბაიჯანი. ამიტომ ქართველების სიშტერე რო ვიცით, მსგავსი პრობლემები ჩვენ ნაკლებად დაგვიდგება. თუ რა აფხაზები ახლა იმის რა ქვია, ბაზების ბლოკირებაზე. ვინ უნდა დადგეს? ფსოუზე უნდა დადგეს საქართველოს სახელმწიფო მესაზღვრე.
ვინ უნდა დადგეს? სანამ ფსოუმდე გავარ, ჯერ ენგურიდან აგვაქვს დასაწყები. ხო, აი ეს საკითხები არის. ახლა აი ეს საკითხები, ვისაც უკვე კითხვები გაქვთ დაგროვილი, შეგიძლიათ დასვათ ბატონო ეს კითხვები და შემიძლია, რა ვიცი, ჩემი აზრი გიპასუხოთ. რაც მექნება. როგორ შეიძლება პროცესი წარიმართოს, რანაირად შეიძლება წარიმართოს, ეს არ ვიცი. ჩემო კარგებო, ეხლა თქვენ აქ კითხვა არის შემოსული, რომ ხო ასეთ შემთხვევაში ხوارჯობიაო გამოიყვანოს ბაზები და გონიოში დადგას. ერთი სამხედრო ბაზების განლაგება ასე იმათ არ ხდება, რა ქვია. შეიძლება ახლა ვისაც თურქული ანექსიის და თურქული ასე რომ ვთქვათ ექსპანსიის მიმართ აქ შესაბამისი შიში კი ფიქრობდეს ასე რომ გონიოში გაიხსნას ესე რა ქვია რუსული ბაზა. ეხლა ერთი რაღაცები მახსენდება სხვათა შორის რა. აი რაღაცები მახსენდება. სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის ხელშეკრულება. რომელი ხელშეკრულებას რუსეთთან არის გაფორმებული. რუსეთთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება არავის არ წაუღია არსად. 2007 წელს, როდესაც ბათუმის და აჭარის სამხედრო ოლქი გაუქმდა და გავიდა იქიდან რუსული ბაზები სომხეთში, გიუმრის ბაზაზე გავიდა, მაშინ სხვათა შორის ეს ამ ძუგნას აქვს ხელი მოწერილი. პრეზიდენტი რო ყავს. რუსების ჯარები გავიყვანეო, რო ბლუკუნობს. 2007 წელს. მაგან კი არ გაიყვანა, მაგას ხელი მოაწერიას და იქ რა ეწერა ის არ ქონდა წაკითხული. იქ რა იყო ჩაწერილი, იცით? ახსენდება ვინმე ეს ამ შიგმედასავლეთე და იცით რას მოაწერეს ხელი? იქ იყო ეს რაღაცაზე ხელი მოწერილი. ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უნდა იქნას განთავსებული ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის ძირითადი პირადი შემადგენლობა იქნება დაკომპლექტებული ქართველი სამხედროებით, ხოლო მართვის რგოლში იქნება შერეული კონტინგენტი, რუსი ოფიცრები. და ამაზე ხელი მოაწერეს. ეს ხელი მოწერა, არავის არ წაუღია არსად. რო იცოდეთ ისე. რო იცოდეთ არსებობს ეს ხელშეკრულება, რომ იმ ბაზაზე გაიხსნას. მე ახლა რო შემოვარდებიან აქ ეს ხო ვიცი ამ ვიდეო ლაივს ნახავენ და ატყდება და შენ რუსეთის შემოყვანა გინდა? ანტიტერორისტული ცენტრი რუს სამხედროებთან ერთად. ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა. ის ბაზები თუ არის დახურული გონიოში და ემაში, ამაზე ხელია მოწერილი. მიხეილ სააკაშვილის დროს. კი ბატონო. რომელიც არ შესრულება. ჩვეულებრივად შეუძლია ნებისმიერმა ხელისუფლებამ ეს შეასრულოს. ისევე ეს მე ვამბობ ახლა კიდე ვიღაცა მარტყავს რომ აი მე მინდა და მე გამოვა ხო ვიცი გამოკლებული ხალხი რა ვიცი რას არ მომაწერე კაცო. მე ვამბობ თეორიას. ისევე როგორც ხელშეკრულება ეხა ძალიან რომ ვენებს იჭრიან და მე რა მინდა ერთი რაღაცა გითხრა. ისტერიკას სპეციალურად აწევენ თბილისში ეს შიგ ევროპული ძალები განსაკუთრებით აფხაზებთან წავა სულ გმირებზე სულ სამხედროდან მე უკვე დაკვირვებული ვარ ეს მიდის ერთი წივილ-კივილი ეს პრონაცური სასტავები წივიან და კივიან და შედიან ამ ტიკტოკებზე და აფხაზებთან ლანძღვა გინება განსაკუთრებით გამძაფრებულია ეგ როლიკების ამოღრა. იმიტომ რომ რაღაცა დადებითი ტენდენციები წავიდეს იმასთან რა ქვია აფხაზებთან სიტყვაზე მოლაპარაკებების რაც უნდა დაიწყოს და ბოლო-ბოლო უნდა დაждდეს ის იქეთ ამხარე და აქეთ ამხარე დაილაპარაკოს
ამის წივილ-კივილის ისტერიკა, როგორც ჩვევიათ რუსეთი ოკუპანტია, ეს გაგვიკეთეს, ამის კივილი უკვე არის და მოიმატებს და გეუბნებით. ამ აქციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყველაფერთან ერთად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომ არ აღდგეს, არ შედის ეს არასდროს შედიოდა ეს დასავლეთის ინტერესებში და არ შედის უფრო მეტიც. დასავლეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთი დაგიწყებენ. ყველაზე მეტად იყო დასავლეთი დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ყოფილიყო კონფლიქტი და ეს კონფლიქტი არ მოგვარებული იყო, იმიტომ რომ ეს კავკასიაში შეუნარჩუნებდა დასავლეთს გარანტირებულ გავლენას ანტირუსულ განწყობებს საქართველოში. ეს ისე რო იცოდეთ. მაგრამ აი ამ წივილ-კივილს რო დაგიწყებენ, ახლა მახსენდება სხვადასხვა ნაციონალების გაფორმებული ხელშეკრულებები მახსენდება ახლა და ვინცობა ამაზე რომ კოცები, ყრუ კოცები, მოდით აქეთ ვიცი რომ ბევრი კოცი ისმის. მოდით აქეთ ყრუთა ჯოგი, აქეთკენ. ამოიღეთ ის ხელშეკრულება, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს გაფორმებული რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის ფედერაციის და ოკუპირებული იყო 2010 წელია, ოკუპირებული იყო მაშინ და აღიარებულიც ჰქონდა რუსეთს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, როდესაც შვეიცარიაში ჭიაბერაშვილმა ხელი მოაწერა რუსებთან, შვეიცარიელებთან ერთად ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა საზღვარზე იყო საკითხი. კონფლიქტური რეგიონების გახსნის შემთხვევაში დერეფნების კონტროლს და მებაჟეების და მებაჟეების დაყენებას. ახლა იმაზე არ არის საუბარი, რომ ტრანზიტი და ვაჭრობა რო აღდგეს როგორც აფხაზეთში და იმასთან ფსოუსთან, ასევე როკის გვირაბთან და ძალიან ამაყობდა ამაზე ნაციონალური მოძრაობა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებითო რუსეთს დავახევიეთ უკან. არსებობს ეს ხელშეკრულება, არავის არ გაუქმები. ესეც არსებობს. ამიტომ ტრანზიტის გახსნა იქნება თუ რკინიგზის გახსნა იქნება თუ რა იქნება, ეს ხელშეკრულება ამოიღეთ. როცა ჭირდებოდათ ძალიან კარგად აწერდნენ ხელშეკრულებებს ხელს რუსეთთან და რუსეთის სასარგებლო ხელშეკრულებებსაც აწერდნენ, მათ შორის საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, ეგეც ნაციონალების დაწერილი. ისე რო იცოდეთ ეს დაბალ დონეზე რო ვილაპარაკეთ, ორღობეების დონეზე. ხო. ჩვეულებრივად შეიძლება ეს მოხდეს. და უნდა მოუბრუნდეთ ახლა ამ ყველაფერს და მოუღეთ. აი ეს თქვენი სადა ერთი იცით რამდენი ხელშეკრულებებია გაფორმებული? ყველაზე ნაღდი და ყველაზე საუკეთესო ხელშეკრულება რაც არის გაფორმებული რუსეთთან. ეს აქვს ზვიად გამსახურდიას გაფორმებული. ყაზბეგში ამოიღეთ ის ხელშეკრულება და დაიწყეთ იქედან იმ ხელშეკრულებიდან დაიწყეთ ლაპარაკი. ყველაფერი ხუთიანზეა იმ ხელშეკრულებაში. რატო არ გინდათ? ამაშია საქმე. ამიტომ თუ კი საქართველოში ვიფიქრებთ, იმაზე კი არა. იქ სადღაც რა ხდება შიგ ევროპაში და ამერიკაში, საქართველოში რა ხდება და აფხაზეთში რა ხდება და ჩვენ თავს რა ხდება, მაშინ შეიძლება მოგვარდეს პრობლემები და ძალიან მარტივად შეიძლება ბევრი რაღაცა, რომლებიც წლების მანძილზე, ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი გვეგონა, ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს. რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი არსებობს. და თუ ამ შემთხვევაში იმუშავებს უკვე ის მეხუთე კოლონა, რომელი მეხუთე კოლონაც წივის, კივის და ოღონდ ევროპაში მიგვიღეთო და ბოდიში პირდაპირ გაგებით, აი ტრაკის მიცემაზეც თანახმავართო, ცალფეხზე დადგომაზეც თანახმავართო და ყველაფერზე. ისინი ხელს იმათმა არაერთხელ შეუშალეს ხელი ამ ყველაფერს. მე გაგახსენებთ ამ ყველაფერს, როდესაც არძიმბა ყავდათ ჩამოყვანილი, მაშინ ზუსტად ამ ძალამ ჟვანიამ და ამათმა შეუშალეს ხელი. დიტერ ბოდენის შემთხვევაში მაგათმა შეუშალეს ხელი. ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუცია მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით იყო მომხდარი მარტო რომ მომხდარიყო შემდეგ 2004 წლის შეტაკება, 2008 წლის ომი. და შევარდნაძემ ასე თქვა, აცი აფხაზეთის პრობლემაა მაგათმა მოაგვარონა. ყოველთვის ეგ პროდასავლური ძალები ატარებდნენ ანტიქართულ პოლიტიკას, რომელი ანტიქართული გვარი არ მახსოვს.
გვარი არ მახსოვს იმ ამერიკელი დიპლომატის, რომელიც წიოდა და კიოდა და ჭხიოდა თბილისში, რომ არძიმბა რო ყავდა ჩამოყვანილი, როგორ შეიძლებაო რუსეთის ნდობაო და ასე შემდეგ. აი, აქედან იყო ყველაფერი. და დღესაც ესენი ატეხავენ ერთ წივილკივილს. ერთ წივილკივილს ატეხავენ, რომ მსგავსი რაღაცები არ მოხდეს. იმიტომ რომ თუ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი გახდება საქართველოს და რუსეთს შორის მრავალ ათწლეულიანი მტრობა, დაძაბულობა მოიხსნას. ეს კი დასავლეთის გავლენას საქართველოში ნულის დონემდე ამცირებს. აი, ამიტომ არ ვთქვათ. და სულ ფეხებზე კიდიათ იქ რაც ხდება სიმართლე გითხრათ რა. აი ეს იყო ახლა ჩემი საუბრის თემა აფხაზეთიო რომ მეკითხებოდნენ სწრაფად ამ საკითხს ვერ განვიხილავდი და თუ ვინმეს გაქვთ შემოკარგებო რაიმე კითხვა დამისვით და ვეცდები პასუხი გავცე. წავად. აი ეს არის და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს საქართველოში. არა ინტერესი. აი ხარეთ შემოკარგებო, როგორც ხედავ, არ არის კითხვები შემოსული და ავიც დაწერეთ და მომდევნო ლაივში მეც გილოცავთ ბარბარობას, მშვიდობა მოგცეთ მაღალმაღმერთმა და დაგემშვიდობებით. რა ვიცი, სხვა საინტერესო მოვლენები თუ იქნება გაგაგებიებთ კიდე. ვინ გაბედავს, რა იყო შედალოცვილო, რა გაბედვა უნდა? ოქროს ურდოში ხვარიბარებენ თავის მოსაჭრელად დემეტრე თავდადებულივით. შენი ქვეყნის ინტერესები არის. რუსეთთან ძალიან კარგად ლაპარაკობენ, როდესაც არის სალაპარაკო ღვინის გაყიდვაზე, როდესაც სალაპარაკო არის მაგათ ბიზნესზე, ტურიზმზე და მსგავს რაღაცებზე და რა ვიცი, აბაშიძე და კარასინი, აბა რაზე ლაპარაკობენ? ვერ გაბედავენ? ისეთი დრო დგება ჩემოძმაო, სულ თავზე დაემხობათ ყველაფერი. რას ქვია, ვერ გაბედავენ. ორ კუპლეტ ლექსსაც მოყვებიან. მაგრამ თავარია სწორად ილაპარაკონ. ახლა რო ავიღოთ ჩვენ ეს კურდღლები, ეგენი რომ ლავროვს დაუჯდნენ სალაპარაკოთ, ვინ? აფხაზეთში აზერები თურქებს უდგანან გვერდით. აფხაზეთში ჩემოძმაო აზერბაიჯანული მოსახლეობა ნაკლებათა აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს თურქეთთან დაკავშირებით. ერთი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ იყო დრო, რომ აფხაზეთი ის რკინიგზის გახსნა და აფხაზეთთან ეგეთი ურთიერთობები აზერბაიჯანის ინტერესებში არ შედიოდა. ახლა აღარა ამას. ახლა შედის. და ღიად ამბობდნენ, რომ აფხაზეთის რკინიგზა რატო უნდა გახსნათო, როცაო აგერო ყარსის რკინიგზას ვაშენებთო და მთელი ამბებიო, მაგრამ აშენდა. აფხაზეთში მცხოვრებ სომხებზე რა გითხრათ, შემოკარგებო? აი ეს საკითხი სხვათა შორის ყოველთვის არის რაღაცნაირი განხილვის და ბიჭო, ყოველთვის ამბობენ, აი ბაგრამიანის ბატალიონი ახსოვს ყველას. ის სომხები არავის არ ახსოვს, რომლებიც მათ შორის თბილისელი სომხები, რომლებიც სოხუმის გმირულ დაცვაზე 15-16 მარტის ბრძოლებზე ორი ავტობუსი ჩავიდნენ თბილისიდან და ცოცხალი არავინ არ დაბრუნებულა. რა უნდა გითხრათ? სომხების ინტერესში რო არ არის აფხაზეთის თურქებთან მიბმა, მე მგონი მარტივი გასაგები არის და არ მინდა კიდე მაგ საკითხთან დაკავშირებით ახლა ბევრი რაღაცეები ვისაუბრო. იმიტომ რომ ის რო იქ სომხური ბატალიონები ჩამოყალიბდა ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად, სიმართლე მიყვარს მე. ქართველებმა რა წვლილი ითამაშეს საიმისოთ, რომ ის სომხური ბატალიონები შექმნილი. ჟანა ახლა გაგებაზე არ არის საქმე, ეს არ უნდათ უბრალოდ. დავალებული აქვს მტრებიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს საუბარი. საქართველოს ტერიტორიული კიდე ერთხელ გეუბნებით რა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს პირველ რიგში არ შედის დასავლეთის ინტერესებში.
მიტინგზე იქნება? ჩემო ძმაო, რა შეეხება მაგ საკითხს მიტინგზე რო იქნება, ხო? სანამ მიტინგზე ჩატარდებოდეს და წივილ-კივილი იქნებოდეს, ხო? ეს რო იძახის ეს რა ქვია იმას? დინარაძე ღმერთმა არქნასო არ დაგვაჭიროსო ისო რომ ყველაფერი ვილაპარაკოთო. გამოიტანონ და პირდაპირ ილაპარაკონ სიმართლე. რას თხოვდა დასავლეთი, როგორ თხოვდა დასავლეთი და რა იყო დასავლეთის ინტერესებში. მოლაპარაკება კი არა, ომი. პირდაპირ თხოვდნენ რომელ რეგიონს, იგიც იცოდნენ რომელ ბატალიონს უნდა შეესრულებია ეგ ყველაფერი და რომელ ქვედანაყოფებს. გამოვიდნენ და უთხრან ამ ხალხს ეგ სიმართლე. აღარ იქნება მე მიტინგები. ისევე როგორც სხვა ბევრი რაღაც. ეგ არის. ეგ ჩაახშობს მაგ მიტინგებს. სანამ დაიწყება ლაპარაკი, გამოასაჯაროონ ეგ ყველაფერი. აი მე ელენე რას მეკითხები ჩემო კარგო. მაინც იმას ბაბაიაგა ხალის და ამათ იმაზე გადავიდეთ სალაპარაკოთ. არ გამოვა და თმებით გამოათრევენ, ასე იქნება მაგის საქმე. არ დატოვებს და დაატოვებიან. ასე დებილიზმის საერთოდ მაგას ჩვევი. წამი აქ რაღაცა კითხვა იყო რუკებთან დაკავშირებით. ოდიში გამიქცა. როგორ არ ვიცი ჩემო ძმაო. როგორ არ ვიცი ეგ საკითხი, როგორ არ ვიცი მით უმეტეს მაგ საკითხზე გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სამართლის საქმე ქონდათ უშიშროებას ჩემზე აღძრული და როგორ არ ვიცი. და მაგ რუკები საერთოდ არ იყო პრობლემა მაგ სხვა პრობლემა იყო და სხვა პრობლემა არის. როგორ არ ვიცი, ის კი კრემლში მიღებული პიროვნება. არა მარტო კრემლში სხვათა შორის. შედეგი რა. ამათ მტერთან ლაპარაკი შეუძლიათ კი არა, რო გითხო, აზერბაიჯანი ძმა და მეგობარია და მის ძმას და მეგობარს ვერ ელაპარაკებიან, მისი კუთვნილი რაცაა და საერთოდ გარეჯის საკითხი არია სალომე ზურაბიშვილმა. ესეც საფრანგეთიდან დავალებით. იმიტომ რომ მზადდებოდა სომხურ-აზერბაიჯანული ომი და უნდა გაგუჭებულიყო საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობები და იქ აითრია და ენის ლიგინი დაიწყო, რომ ეს დაძაბულობა შექმნილიყო. გარეჯის გაცვლა სიმართლე გითხრა, ეგ მიხეილ სააკაშვილიდან დაიწყო და მოკითხონ და შევარდნაძიდან, უпростоრად შევარდნაძიდან და შევარდნაძეს მოკითხო. და სააკაშვილს იქ რო ყავთ ვივავედში გამოიმასკნილი. ჩემო ძმაო, თვალი რა იყო ქართველებს არა გვაქვს ნიკოპსიიდან დარუბანდამდე დასმული თვალი. ისი აქ დასმული. აი ესაა პოლიტიკა. სანამ ქვეყანა იარსებებს, ყველას ექნება ვიღაცაზე და რაღაცაზე ყოველთვის ექნება თვალი დასმული, ჩემო ძმაო, მაგრამ შენ სახელმწიფო იმიტომ უნდა იყო, რომ ეს დასმულ თვალში უნდა ამოარტყა და იმ კბილებშიც უნდა ამოარტყა. ეგ არის. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.